ნარუტო ხვეულა სპირალს შიგნით. გახმოვანებული არ ექცა იმის მიერ. თუ მართლა გინდათ ჩვენთან ბრძოლა, გირჩევნიათ 9 კუდას ჩინჩურიკი მოგვიყვანოთ. კოდიანის ბომბები, ახლავე უკან ვიხებთ, მინატო. არის. ნუ თუ იმ ქვეყნად ვართ. დამშვიდი დეგაი. მინატოს მფრინავმა რაიჯინმა იქიდან თავისუფლად გადაგვა ტელეპორტირა. როგორ ახლოს იყო? ანუ ესაა კუდიანი მხეცის ძალა. და ერთ-ერთი მის შიგნითაც არის. ჰეი, ახალო ჭურჭელო. ამას უგრძნობ. შენს შიშს და შენს განცდებს. გესმის? შენ ჩემზე მეტად ხარ შებოჭილი. კი, მაგრამ შემიძლია გაგანთავისუფლო. ასე რომ ვაიმე, ისევ იგივე სიზმარი და ისევ იგივე ხედი. როგორც ყოველთვის, ორი მცველი. დღევანდელი განრიგი როგორია? ჩაბეჭდის ჯუცუებში ვარჯიში არ მაქვს ნამიკაძე მინატოსთან. თქვენ ბარიერს გარეთ არ უნდა გახვიდეთ უზუმაკი კუშინა. და იგივე განწყობა, ისევ ისე. ვიცი. საინტერესოა, ოდეს მე მარტო ყოფნას მაინც თუ შევძლებ მინატოსთან. გპირდები რომ დღეს ისევ გამოვალ. შენ ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებ მინატო. და კიდევ უამრავი უზუმაკის კლანის შამბეჭდავი ჯუცუა, რომელიც ჯერ არც კი აგვიხსნია. ასე რომ ბოდიში კუშინა. დღეს მინდა რომ სადმე სხვაგან ვივარჯიშო, სხვა ჯუცუში. მხოლოდ ამის სათქმელად მოვედი. რა ჯუცუ? მოიცა. და სად? მესამე სავარჯიშო მოედანზე. რაღაც ჯუცუა, რომელზეც არ მეუბნები? არა, უბრალოდ ის ჯერ კიდევ დასასრულებელია და საკმაოდ საშიშია. არ მინდა რამე დაგიშავო. გასაგებია. კარგი მაშინ. რა? თუ ჩემთან დროის გატარება არ გინდა, უბრალოდ ასე თქვი. ეგ არაფერ შუაშია. ეი, მინატო. ბატონ მესამეს ჩვენი მისიის შესახებ უნდა შევატყობინოთ. მეექვსე გუნდს ნუ ალოდინებ. გინდა მერე მინატო დავპატიჟოთ? როგორ გონია წამოვა? უი, ხო, მართლა. მაპატიე, უნდა წავიდე, აბა შეხვედრამდე. რაო? შეჩერდით. ოდნავ შორს თუ გადაადგავდით ნაბიჯს, ბარიერს გარეთ აღმოჩნდებოდით. ჩვენ აქ 9 კუდას ჭურჭლებად მოვედით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სიყვარული იპოვე, რათა სიცარიელე შეივსო. ამის შემდეგ, რომც დაიტანჯო და 9 კუდას ჩინჩურიკი გახდე, შენ მაინც შეძლებ ბედნიერად ყოფნას. სიყვარული? ხო, მაგრამ შენ ამას ასე უბრალოდ გარშემო ვერ იპოვი. წამომყევი კუშინა. ქალბატონო, თქვენ ახლა უნდა ისვენებდეთ. ამ ბავშვისთვის რაღაცის ჩვენება მინდა. მერწმუნეთ, დიდ დროს არ წაიღებს. რა? კუშინას ჩამბეჭდავი ჯუცუ. დაუჩქარე და დააბრუნე. ამის მოხსნა არ შემიძლია. მისი შებოჭვის ძალა მის ზრდასთან ერთად იმატებს. ხო, აი ესაა სულისკვეთება. თქვენ, უზუმაკის კლანის წევრები, ამაყობთ აურაცხადი ჩამბეჭდავი ძალით. მაგრამ ეს შენზეც იმდენადვე გამოიყენება, რამდენადაც შენ იყენებ. თუმცა ახლა შენ გამომწყდეული ხარ და დროის სპირალში იხრჩობი. ეს ან უაზრობაა, ან ადრე გამოდის. უბრალოდ არასტაბილურია. გასაკონტროლებლად ძალიან რთულია. მსმენია რომ როცა ჩაკრებს იკრებ, შენი თმის ხვეულის მიმართულება ამაში გეხმარება. ასე რომ შეიძლება სწორედ ამაში იყოს საქმე. ეს ხომ ხალხური თქმულებაა, არა? არა, აუცილებელი ასე იყოს. მე ყოველთვის წარმოვიდგენ მომართულ ჩაკრას საათის ისრის მიმართულებით. ჩემი ხვეულა მარჯვნივ ტრიალებს. კარგი, და ჩემზე რა სიტყვი? რა ხდება? შენ ორი ხვეულა გაქვს, ორივე სხვადასხვა მიმართულებით. რა? ანუ ჩაკრები როგორ მომართო? წარმოდგენა არ მაქვს. მოდი, შევისვენოთ. აბა, რომელი ნახევარი გინდა? რა? სულ ერთია. თუ ორივე ერთი და იგივეა. მოიცა, ანუ ყინულის ნაყინი არ გინდა? იცოდე, ორივე შეჭმას ვაპირებ. ეს არის გამოსავალი ჯირაია სენსეი. ჩაკრა ორივე მიმართულებით თანაბრად უნდა ვამოძრაო. ჰო! ასე გამიგია რომ ორი ხვეულა გენიოსობის ნიშანიაო.
როგორი ბრწყინვალე ნინჯუცუს კონტროლია. მან ფორმა მიიღო და მე მას დავარქმეო. ჯირაიას ტყუპი ყინულის ნაყინისგან შთაგონებულ ხვეულის სფეროს. ეს მგონი უაზროდ გრძელი და უგემოვნო სახელია. მართლა? ნუ, რაც არ უნდა იყოს, შენ ახალი ჯუცუს განვითარების პირველი საფეხური უკვე დაასრულე. მე სხვა მისია მაქვს, რის გამოც შეიძლება ცოტა ხანი დაგტოვო, თუმცა როცა წასული ვიქნები, შეგიძლია დაისვენო. გასაგებია? დიახ. რა? აქ რა საკეთებ, კუშინა? შენი აქ ყოფნა პრობლემა არ იქნება? ისა ბატონმა მესამემ განსაკუთრებული ნებართვა მომცა, რათა შემძლებოდა ბარიერს გარეთ გასვლა. ეს ხომ შესანიშნავია. შენს მცველებს ვერ ვხედავ, ასე რომ მე უბრალოდ დაივიწყე. წეღანდელისთვის ბოდიშს გიხდი. იმისთვის რომ გიყვირე და არა. მე ერთადერთი ვარ, ვინც უნდა მოგიბოდიშოს. მე ხომ პირობა დავარღვიე. ეს ჯუცუ ახლა რომ გააკეთე. ამაზე ბევრს მუშაობ, ხო? დაინახე. ხო. სიმართლე ისაა, რომ მე ისე ძალიან მინდოდა, რომ ამ ჯუცუში დავოსტატებულიყავი, რომ შენთან დანიშნული შეხვედრაც გავაუქმე. იმიტომ რომ ჯუცუს, რომელსაც უქმნი, შენთვისაა. რა? რას გულისხმობ? ჩვენ შუა ომში ვართ და არ ვიცი როდის შეიძლება გაგაგზავნონ ბრძოლის ველზე. ამიტომ მინდა ჯუცუ მოგიძღვნა. ჯუცუ, რომელიც კუდიან მხეცებთან და ჯინჩურიკებთან ბრძოლისთვის იქნება შექმნილი და შენი ჩაკრების დარეგულირებაზეც იმოქმედებს. მე შენი დაკარგვა არ მინდა. რა ხდება, კუშინა? კუდიანი მხეცის ნიშნებია. მინატო! ხომ გითხარი არავის ენდომეთქი? ის საბოლოოდ მაინც გამოგიყენებს. ახლა ამხსენი ბეჭდები და ტკივილისგანაც განთავისუფლდები. ან ამას მე თვითონ ვიზავ და მოგკლავ. დაბეჭდის ჯუცუ? კი მაგრამ ვისგან? კუშინა, გაიღვიძე. ნაბიჯვარი, ის უზუმაკის კლანიდანაც კი არაა და უკვე ის ტრიგრამის ბეჭედს საკუთარი სტილით აძლიერებს. უძლიერესი დონის შინობია. მათ შორის პირველი ჰოკაგის ჰაშირამის გვერდითაც კი დავაყენებდი. დაუჯერებელია. რატომ? თქვენი შინობები რატომ დატრიალებენ კალიბრებივით ამ გოგოს? მე ძლიერი ხალხი მომწონს. ხალხი, რომლებიც ჩემზე ძლიერია. ამიტომაც მიყვარს კუშინა. იმის ნებას არ მოგცემ, რომ მას დაეუფლო. უზუმაკის კლანი ახლა გაფანტულია. ჩვენ ყველაფერი დავგარგეთ. კლანი, რომლის წევრებიც შინობებად, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჩაბეჭდის ჯუცუს ხელოვნების გამო მოეწონათ. ჩვენი ძალა ომის საზრდოდ გადაიქცა. ჩაგვძირეს და ახლა ჩვენს არსებობას ამ ჩაბეჭდების გამო საფრთხე ემუქრება. მაგრამ ჩვენი ძალა წონასწორობაზეა დამოკიდებული. ამ სახლში, ოჯახურ გერბზე, იატაკზე, ჯუცუს ფორმულაა, რომელიც ჯინჩურიკის ჩამბეჭდავ ძლიერებას გამოხატავს, როდესაც ის მასთან გარედან შერწყმულია. ჩემში მართლა უნდა იცხოვროს 9 კუდამ? შენ ძლიერი ბავშვი ხარ, ჩემზე ძლიერიც კი. ჩემზე მბზინვარე წითელი თმა გაქვს. ანუ, ამის ჩვენება გინდოდათ? არა, ის ჩვენს ზემოთაა. დახვეული კიბე? არა, ეს რასენია, ხვეულა. ხვეული კიბე. ახლა წამოდი ავიდეთ. რასენი? სპირალი ბრტყელია და უზუმაკის სიმბოლო უცვლელად ჩანს. მაგრამ ხვეულა სამგანზომილებიანია. მაშინაც კი თუ ჩანს, რომ უბრალოდ წრეზე დადიხარ, შენი სიმაღლე ნელ-ნელა იცვლება, ისევე როგორც ხედი. და ზემოთ რა არის? რაღაც, რაც ჩემშია. ვაუ, ესაა ხო? მაშინაც კი, როდესაც მირთულდება, მე აქ მაინც ყოველთვის მოვდივარ და მას ვუყურებ. ისაა თქვენ შიგნით? და ეს ადამიანი ხომ თქვენი? ზუსტად. გუშინა, ჩვენ შეიძლება სპირალში ვიყოთ, მაგრამ თუ შენ ზევით ახვალ, შეძლებ რომ სიყვარული იპოვო. და ერთხელაც ეს სპირალი ხვეულად იქცევა. გარგი იქნება თუ შეძლებ და ერთხელაც განსხვავებულ ხედს დაინახავ, კუშინა. დიახ, ქალბატონო. მეც შემიძლია წინააღმდეგობის გაწევა. კუშინა! შენ რა დაბრუნდი? მინატო. მოდი,
ეს ერთად გავაკეთოთ. მინატო, უკვე საკმარისი გააკეთე. გაიქეცი, წადი აქედან. მე არ დაგტოვებ. არასოდეს მიგატოვებ. გაუშვი შენი ბეჭდიანი ხელი. ეს ჩემი ადამიანია. შენ მისთვის შესაფერისი არ ხარ. არა. ცდები. ამას ვგრძნობ. ჩვენ აქ 9 კუდას ჭურჭლებად მოვედით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სიყვარული იპოვე, რათა სიცარიელე შეივსო. ამის შემდეგ რომც დაიტანჯო და 9 კუდას ჭინჩურიკი გახდე, შენ მაინც შეძლებ ბედნიერად ყოფნას. კუშინას შიგნით ყოველთვის მეც ვიქნები. ასე რომ არასდროს მოგცემ უფლებას, რომ კუშინა გყავდეს. რა? ვაი! ანუ როგორც იქნა შეგვიძლია დავიწყოთ ვარჯიში, ხო? ესე იგი ჯუცუ დღეს რომ გამოიყენე. ხო, ის მართლაც იმ ჩაკრის სფეროს გავდა 9 კუდა რომ გამოყენებას ცდილობდა, მაგრამ საიდან მოიფიქრე ეს ყველაფერი? ჯინჩურიკის ჩაკრის სფერო პირველად ბრძოლის ველზე ვნახე. ხო და ის მაგალითად ავიღე, რადგან შენთვის ისეთი ჯუცუს შექმნა მინდოდა, რომელიც სხვა ჯინჩურიკებთან გამკლავებისას დაგეხმარებოდა. ამ ჯუცუს კი ვეძახი ჯირაიას ტყუპი ყინულის ნაყინისგან შთაგონებულ ხვეულის სფეროს. ეს რა საშინელებაა და მეტისმეტად გრძელი. ეგრე გონია. ეს ჯუცუ ხომ ჩემთვისაა არა? ხო და შეიძლება რომ სახელიც მე დავარქვა. რა თქმა უნდა. შეგიძლია გამომყვე. ამის მოსაფიქრებლად იდეალური ადგილი ვიცი. ვაუ! არც ვიცოდი მსგავსი ადგილი თუ არსებობდა. რასენგანი. რა? ეს ახალი ჯუცუს სახელი იქნება. კარგი? კარგი. ო, მომწონს. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოც უკვე დასასრულს მიუახლოვდა. სამწუხაროდ გაგრძელება ვერ იქნება, რადგან ეს იყო მინატოს one-shot manga, რომელსაც გაგრძელებას საერთოდ აღარ აქვს. თქვენ კი მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს კონკრეტული ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღლაკი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები, ასევე გამოხედეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ გააზრეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ხარს დაგააგრძელოს. Ragtime ძალიან დიდი მადლობა ამ მანგის გახმოვანებისთვის და ნინი ურუშაძეს ამ მანგის თარგმნისთვის. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.